გამარჯობა, მე მაქსი ვარ, საჭმლის თაღიერებული კრიტიკოსი და ამ ვიდეოში სხვის საჭმელს კარგ გავაკრიტიკებ. მე თქვენ მომამზადებ საჭმელს. სტეიკი უნდა გავაკეთო თქვენთან ერთად და მე ვჭამო. ეგეთ ვიდეოს ეკეთება მომინდა რატომღაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვები იყო წინა ვიდეოებში, კომენტარებში, რომელსაც მინდა პასუხი გავცე რა, ჩემჩილესთან გადმოსვლასთან დაკავშირებით და რატო ვარ აქ და რავი ზოგი მაკრიტიკებს, ზოგი მეუბნება გვასწავლეო და ასე შემდეგ რა და რაღაც კითხვებს მინდა პასუხი გავცე და თან რო არ მოვიწყინოთ სტეიკის აკეთებასაც გასწავლით, იმიტომ რომ სტეიკი არც ცნობილი კულტურაა საქართველოში და აქ კიდე საკმაოდ ცნობილი კულტურა აღმოჩნდა. თან ჭამოთ და თან ვილაპარაკოთ მოკლედ. ორი სტეიკის ნაჭერი მაქვს. ერთი არის რიბაი, რიბაი და ერთი არის სტრიპლოინის დიდი ნაჭერი. რომელსაც უნდა ჩამოვაჭრა რა, ხო და უნდა ავირჩიო ხა რომელი მიჩევნია, რომ შევჭამო. რიბაი თუ სტრიპლოინი. ნუ ორივე კაია, ორივე მევასება, მაგრამ ამ შემთხვევაში სტრიპლოინი ხო არ იყოს. მე ამის დაჭრამეს არ მოდი რიბაი იყოს რა. თუმცა ეხა მაცივარში ვიპოვე, აღარ მახსოვდა კი არა, კი მახსოვდა, მაგრამ რაღაც გადავეწყებული მქონდა. ეს არის სისხლისგან გაკეთებულია. ანუ ეს არის სისხლის სოსისი თუ რაღაც ეგეთი. ხორის ხორცი და შედედებული სისხლი აქვს. ხო და ეს როდესაც ვიყიდე რა და ამის გასინჯვა მინდოდა და არ ვსინჯავდი რა, იმიტომ რომ მეშინია ამის. ნახე შავია, შეხედე სისხლია. ბრიტანეთში აქვს რაღაც ამის მსგავსი და მაგას ეძახიან English pudding-ი თუ pudding-ს მახსოვს რომ ეძახიან, არ ვიცი რა თუ შენიც დამეწერე კომენტარებში. და ვფიქრობ ესეც გავსი რაღაცაა და მოდი ესეც შევწვათ სტეიკთან ერთად. ბოლო რაღაც პერიოდი რაღაც რამდენიმე კვირა ვიყავი ხორცის დიეტაზე რა, ანუ კაცების დიეტაზე ესე ქვია. და სტეიკს ჭამდი ძალიან ბევრს, ანუ ყოველდღე ჭამდი სტეიკს. და კიდევ სხვადასხვა რაღაცებს. სხვა შორის ძალიან კარგი დიეტა აღმოჩნდა, ძალიან გამისწორდა. ეხლა კი აღარ ვიცავ მაგ დიეტას იდეაში, მაგრამ კარგად ვიგნებ თავს რა. აქ ჩილეში სტეიკები ძალიან კარგი კულტურა ჰქონიათ, ძალიან ბევრნაირი სტეიკები იყიდება მაღაზიაში და საკმაოდ მისაღები ფასები აქვს, პროსტა რიბაი არის ყველაზე ძვირი. აი ეს ხერხი $20. აი ამ ხელა ეს არის ნახევარი კილო 600 გრამიანი ნაჭერია, რომელიც ღირს $20 და ეს იმენა ეს ნაჭერი ძვირი. აი მაგალითად სტრიპლოინი ან outside ან inside სკირტები ან რაღაცეები, ან არ ვიცი აქ ვქია ქართულად რა. ეგ ნაჭრები უფრო იაფიხეს. დღეს გავაკეთებთ ამას. ამოვიღოთ უპაკოვკიდან, შეკვრიდან. სისხლებთან ერთად არის, აი შეხედე. ალბათ სტეიკში ჭდება სისხლები. ეს ნაჭერი არის დავარგებული. სტეიკი რაღაცნაირად ვარგდება. ესე პირდაპირ ძროხას მოაჭრა და ტაფაზი დააგდო, არ გამოდის კარგი, რატო დაძველება უნდა და რაღაც პროცესის გავლა უნდა მოკლედ სასტეიკი ხორცს და არ ვიცი ეგ როგორ ხდება, მაგრამ ამას გავლილი აქვს ეგ. ოღონდ წინა ვიდეოში ჩემი ბავშვი დაბადებული არ იყო ჯერ. ამ ვიდეოში დაბადებულია უკვე. ნიკოლოზი ქვია, იმიტომ რომ ნიკოლოზობას დაიბადა და მამასაც ნიკოლოზი ქვია და ნიკოლოზი შერჩა. მე მომწონს ნიკოლოზის ვარიაცია ნიკოლო. ალბათ ნიკოლოს დაუძახებ. ეხა ძინავს. ლურჯი ბავშვია. არა, ლურჯი აღარა, რო დაიბადა მაშინ იყო ლურჯი. ოკეი. სანამ შევწვალ. სტეიკი უნდა გავამშალოთ. ანუ აფაზე სოლის სტეიკის დაგდება არ არის კარგი. კაი ნაჭერია. ესე იგი, იმედი მაქვს მან ყველაფერი კარგად ჩანს რა. ეს უნდა გავამშრალოთ. კარგად უნდა გავამშრალოთ, იმიტომ რომ არ ვიცი რატო რა, სველი სტეიკი არ იწובה სველი. უნდა გამშრალდეს. კაი მოშნი ნაჭერია, ამას რა შეჭამს? ეს გასაუბრებელი. ასე. და ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო სქელია ხოლმე სტეიკი, ხო ძალიან სქელს აგუგლებს. ეს კაი სისქია. რაც უფრო სქელია, უფრო კარგად მზადდება რა. ამას შევწვალ დაახლოებით medium rare-ის დონეზე რა, ან medium rare-ის შევწვალ. ან უფრო rare-ს რა, medium rare-ს, ანუ rare-ს. სახელოსნო არის აქ გამოვიწყდა. სტეიკს არ ჭირდება ბევრი არაფერი. ნახე როგორი ლამაზი ნაჭერია. აი, მარმარილოსავით ის აქვს სტრუქტურა თუ რაღაც ხედავ? ანუ ხორცებს შორის არის კონები, ხო ხედავ? აი, ეს კონები ჩადნება შეწვის დროს შიგნით. და წვენს და სირბილეს მისცემს ხორცს. და ნუ ეს გარშემოც აქვს ცხიმები, რაც თავისთავად გემრიელია შეთვის შემდეგ, შეტომი არ გულია. ეს არის მოკლედ ერთ-ერთი სტეიკის ნაჭერი, როგორც უკვე აღმოჩნდა, რიბაი ქვია, ეს არის მეკნთან არის მოკლედ ეს ნაჭერი და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ამის სტეიკი და ერთ-ერთი ყველაზე
მაღალი ხარისხის სტეიკი, მოკლედ რიბაისგან კეცდება. სტეიკი არ გამოდის ყველა ძროხის ნაჭერისგან რა. სტეიკი გამოდის მხოლოდ კონკრეტულ ძროხის ნაჭრებისგან. ზოგს სხვანაირი უყვარს, ზოგს სხვანაირი უყვარს, ზოგს მეტი ცხიმი აქვს, ზოგს ნაკლები ცხიმი აქვს, ზოგი ასეთია, ზოგი ასეთია, კაროჩე რა და ერთ-ერთი არის ეს. ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან კაი უნდა გამოვიდეს. შევაზდაოთ. ამას ჭირდება მარტო მარილი, პილპილი. ებლომათ მარილი მიყვარს რა. ასე. გვერდებზეც. ასე ბევრი პილპილი. გვერდებზეც. კიდე იცი რა არის მნიშვნელოვანი. სტეიკის ნაჭერს რო გამოიღებ მასივრიდან, ეგრევე ტაფაზე დაგდება არ არის კარგი რა. სასურველია რომ სტეიკის ნაჭერი მივიდეს ოთახის ტემპერატურამდე. ეს მზად არის ტაფაზე დასაგდებად. ამას დაჭირდება კიდევ კარაქი, აქ მოქვს კარაქი და დაჭირდება როზმარინი. აქ მოქვს როზმარინი. ეს უკვე შეწვისდროს. ასევე ნიორს უკეთებენ ვიღაცები სტეიკს. ნიორი მე არ მიყვარს და ამიტომ არ გამოვიყენებ. ან ნიორის ფხმის აყრიან და ან შეწვის დროს ერთ რამდენიმე კბილი ნიორს დააგდებენ და ნუ რავი ზოგისთვის კარგია, მაგრამ მე ნიორი არ მიყვარს და ნიურის გარეშე მირჩევნია. მოდი ახლა ამის მომზადება ძალიან ცუდად რო ჭირდება, რადგან ცოტა სქელი ნაჭერია 3-3.5 წუთი ერთ მხარეს, 3-3.5 წუთი მეორე მხარეს და თითო წუთი გვერდებზე. და всё მზად იქნება დაახლოებით medium rare უნდა გამოვიდეს ეგრე თუ შევწყო. ტაფა უნდა გავაცხელო საშუალოზე, ოდნავ მაღალ ცეცხლზე და მაგ ტემპერატურაზე უნდა მომზადო რა. როზმარინი ავიღოთ 2 ცალი, 3. ჟანრის კლასიკა მოითხოვს, რომ სტეიკის მომზადების შემდეგ ამის ცხიმიან ტაფაზე რამდენიმე 2-3 კვერცხი შევწვა თოხლოდ, ანუ პირდაპირ დავახავ და თოხლოდ შევწვა და ამას რო დავჭრი, მე ეს ამ კვერცხში ამოვაწო. ძალიან გემრიელია რა. და თან იმენა სულ ცილა, ეს ხო ცილა და ის კვერცხი კიდე ზეიდან ცილა და ძალიან გემრიელია. ესეთ ვიდეო არასოდეს გამეკეთებია ამ არხზე, საჭმლის მომზადების ვიდეო არასოდეს გამემრია. სულ სხვის მომზადებულ საჭმელს ვაკეთებდი ხოლმე და იდეაში მაგას გავაგრძელებ ხა, არ მგონია ის გავაგრძელო, მაგრამ მაინც დამიწერე შენ კომენტარებში მოგწონს თუ არა ეს. არხს თუ გამოიწერ, ეგეც გამისწორდება. ტაფა კარგად გაცხელდება, ამას ზეთი და რაღაცები არ უნდა, ეგრევე სტეიკი განდავდოთ. საბოლოო ვერსია ჩვენი სტეიკისა ესე გამოიყურება. ეს რამდენიმე როზმარინი. და ეგ არა. ტელეფონი დამჭირდება რომ დრო დავინიშნო. სასურველია რომ დროში ჩავჯდეთ რა. ნუ აი ესე თვალის ზომით არ გავაკეთო სასურველია და ამიტომ დავინიშნო დროს. აი ეს. ნუ მე ვაკეთებ ესე რა, ერთ-ერთი რეცეპტის მიხედვით. ჯერდებ 1 წუთით ცხიმიან მხარეს, ანუ აი ეს მხარე არის ამის ცხიმიანი მხარე. დავინიშნოთ. 1 წუთით ცხიმიან მხარეს. იმიტომ რომ ეს ცხიმები გამოვიდეს და მერე როცა უკვე ამ გვერდებს შევწვალთ, აი ამას და ამას. მერე უკვე ცხიმები იყოს რა ტაფაზე. ოკეი, 1 წუთი ეს. ოკეი, 1 წუთი გავიდა. ეხა მეორე მხარე. ასე. ოკეი, 1 წუთიც გავიდა. ეხლა აი ეს. გადმოვატრიალოთ ჩვენი სტეიკი. და გავშალოთ მაქსიმალურად. ნუ ესე სტეიქს რო აწვევი არ არის სწორიო ვიღაცები იძახიან, მაგრამ ჩემი აზრით ჯობია რომ აი მაქსიმალურად გაშალო რა. ოკეი, ეხლა აქ უნდა დავაცადოთ 3 წუთნახევარი, რადგან დიდი სტეიკია იყოს 3 წუთნახევარი. აუკვერცხი გამომზადო მაგისადან. 1 წუთი დარჩა. ანუ ბევრი ტრიალი სტეიქს არ ჭირდება რა. ანუ ერთხელ ერთ მხარეს, ერთხელ მეორე მხარეს და თითოჯერ კიდე გვერდები. ანუ აქეთ და იქეთ გვერდი ხო დავდე უკვე. ბოლოს უკვე, ანუ წინა და უკანა მხარესაც დავდებ რა. ანუ ნახე. ეს და ეს გვერდი შევწვი უკვე 1 წუთით და ამ გვერდსაც უკვე ბოლოს შევწვავ რა. ოკეი. გავიდა 3 წუთნახევარი, ეხლა შეგვიძლია უკვე ამოვატრიალოთ. და რო ამოვატრიალებთ მერე უკვე უნდა წავიდეს კარაქი. ასე. ეხლა უკვე კარაქი და როზმარინი.
კარაქში უნდა ჩავაგდოთ ეს როზმარინი ჯერ, იმიტომ რომ არომატები ხდება აქ რა. კარაქი რო გადნება, როზმარინი რო კარაქში მოითუშება თუ რაღაცა, მერე ეს უნდა ვასხათ ზედ სტეიქს. გაჩვენებ ახლა როგორ. აი ასე. ოკეი, შემდეგი 3 წუთი სტეიკი ასე უნდა იდოს. ეს როზმარინები უკვე შეგვიძლია ზევით გადავიტანოთ, სტეიკის ზევით, იმიტომ რომ გახსნილი აქვს ამას არომატები. იმედია ზედმეტად არ მომიმზადდება. აი რაღაც medium well-ისკენ რო წავიდეს, ანუ well-done ფერდო საშინელება უკვე არ უმეტონება, მაგას მერჩონია რეარი იყოს, ან medium რეარი ვაფშე კარგი იქნება. ან medium-საც შევჭამ რა. მაგრამ ეხა იმდენი პროფესიონალი არ ვარ, უეჭოს ვარ ყავდე. ნახევარი წუთით მეტი ვაცალოთ. იმიტომ რომ ეგრე მინდა. ოკეი, ეხლა ეს გვერდების ნახევარი წუთით შევწვათ. და ჩვენი სტეიკი დასრულებულია. და ნახევარი წუთით ასე. ოკეი. სტეიკი მზად არის. ამან უნდა დაისვენოს ახლა დაახლოებით 10 წუთი რა. 10 წუთამდე. იქამდე ჩვენ შეგვიძლია კვერცხები მომზადოთ. სიმხურვალეს დავუწიოთ. ეს 3 ცალი კვერცხი საერთოდ შეცვლის ყველაფერს. ოკეი, ამას დაახლოებით 2 წუთი ჭირდება და. ოკეი, ეს დასრულდა. აი ასე გამოიყურება ეგ ყველაფერი. ეხლა სტეიკი უნდა გავჭრა, ნახო, კაი გამომივიდა თუ არა. ანუ ძალიან ხوار გადამიმზადდა და ეს კვერცხი აი 1 წელი გაიხა. ოკეი, ეხლა ვნახოთ როგორი გამოვიდა ჩვენი სტეიკი. აუ, ცოტათი გადამიმზადდა მე მგონი. მედიუმია. ცოტა მეტი მომივიდა, ის სულ ოდნავ. ძალიან რბილია, ალბათ ამჩნევ როგორ იჭრება, ხო? აი კარაქივით იჭრება. აი მედიუმია რა. ამაზე უფრო ნაკლებად მომზადებული მინდოდა. ეს არის ის დეცი. ცოტა მარელი კიდე უნდა, რა თქმა უნდა. რა მაგარია ჩი. რიბაი არის ყველაფერი რა. აი შეხედე, როგორი წვნიანია. უბილესია. მაგარი ვარ, მაინც კაი გამოვიდა. აი. ჯვირია ეს ნაჭერი, მაგრამ არც არის ღირს რა. სხვათა შორის, ეხლა არის საღამოს 7:30 და მევჭამ პირველად. ჟიარა ვარ. აი შეხედე რა წვნიანია. რა ხდება გარეთ, რა უხარიათ, ეხლა უნდა ბედნიერებას უყოლას. ვაუ. აი ესეთი სტეიკი თბილისში არ არის რა. თან ეხლა მე რომელი პროფესიონალი ვარ, ხო, ალბათ ვიღაცა მე სტეიკს მაგრამ ამზადებს. მაგრამ ისეთიც კი როგორცაც მე ვამზადებ, მე სახის პირობებში, აფაზე თბილისში არ მიჭამია. ალბათ იმიტომ რომ მსგავსი ჯიშის დროხები არ ყავს. როგორც სტეიკი ჭირდება და ალბათ კიდე იმიტომ რომ ეს ნაჭრები არ გვაქვს, ნუ არ ვიცი. ძალიან კაია. სტეიქს. უნდა და წუჭყენი საჭმელია, მაგრამ ნუ არა უშავს დავიკიდოთ ეგ. ამაზე უფრო ცუდი რაღაცები მიკადრია ამარხზე, ამიტომ ხელებით სტეიკის ჭამა არა უშავს და იცი რა, მე ხელებით მყავს სტეიკის ჭამა რა. დანარჩენი რაღაცა არა. მოდი ახლა როგორ შეხვდები, კომენტარებს დავიკითხავ და მაგაზე ვეცდები რომ პასუხები გაგცეთ რა. ალბათ ვიღაცა შეიძლება აინტერესებდეს კიდეც ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხებზე. არ ვიცი ახლა, ვის რა ბენეფიტი უნდა მოუტანოს იმას რომ მე ვიდეოში ვახსენო, მაგრამ ნინელი კორსანტიამ ძალიან თქვა რომ ჩემი სახელი ახსენო ვიდეოში და ნინელი კორსანტია ვახსენე. გამარჯობა. ვლოგების შემოგვთავაზე ხოლმე ჩილდენ საინტერესო იქნებაო. ანუ ვლოგებს ჩემი და ვიდეოების ურთიერთობა არის ძალიან ტოქსიკური რა. სულ მეზარება. ვლოგების გადაღება ახლა ამდენად მომეკომფორტულება არ ვიცი რა. ნახოთ, ვინც არ დამლაიქოს გეია ვიღაც უწერა და აღარ ამენ ლაიქი აქვს.
ძალიან ბევრი ადამიანი მილოცავს ბავშვის ამბავს კომენტარებში და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის, მადლობა ხალხო, მადლობა მოლოცვისთვის და მადლობა რომ გიხარიათ. ეს მიხარია, მადლობა. ვიღაცა მიწერს რომ რუსი პატრიოტებიც ესე იქცევიანო. თავის სამშობლო უყვართ, მაგრამ ამერიკაში მიყავთ ბავშვებს გააჩნიათ თავის ცოლებია. ჯერ ერთი პატრიოტი ვარ თქვა არ მithkoms. არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიყო კიდეც პატრიოტი. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც ვალდებული ვარ, რომ არ წავდე საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, ხო? ეს რაღაც პოლიტიკოსს რომ უნდა უთხრა და ისეთ ტიპს რომ უნდა უთხრა, ვინც რაღაც პოლიტიკურ მოწოდებებს აკეთებს და ვინც რაღაცებისკენ მოგეწოდებს პატრიოტიზმისკენ და რაღაცებისკენ, ეს შეგვიძლია იმას უთხრა, რომ რატო არ ახარ პატრიოტიო თუ რაღაცა ეგეთი, მაგრამ მე თავისუფალი ადამიანი ვარ და სადაც მე იქ ვცხოვრებ, სადაც მე იქ გავაჩენ ჩემ შულს და ასე შემდეგ, რა წესით მაგას მე არ უნდა მეუბნებოდე, მეგობა რომ მაქვს ბლოგი გადაიღე შენი ცოლი გაგვაცანიო. და რაც შეეხება მაგის გაცნობას, არ მგონია რომ მაგას კამერას რომ მივუშვერ, არ გაიქცეს. არ უყვარს ძალიან. ამ ეტაპზე მაინც არ მგონია რომ ის გამოვიდეს რომ გაგაცნოთ რა. ჩემ ბიჭს გაგაცნობთ, ჩემ ნიკოლოზას, მაგრამ აი ჩემ ცოლზე რა გითხრათ. ცოლი მყავს ქართველი კი. ნუ ქართველი არის, ხო, ტექნიკურად ქართველია. ნუ ნახევრად ქართველია და ნახევრად უკრაინელი. მაგრამ საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ დედა არ ყავს ქართველი. მაგარი საინტერესო კომენტარი ვიპოვე და ეხლა წავიკითხავ თავიდან ბოლომდე. თუ ეგეთი მაგარი ხარ და ამდენს ფიქრობ და პასუხისმგებლობებს იღებ, დაარქვი შენ გოგოს სახელი ცოლი, შვილი უნდა გაგიჩინოს ბოლო-ბოლო. ამ ბლა-ბლა-ბლამ გამოაყენა მთელი საქართველო და ნუ კაი ტიპობთ ბიჭო რაღაცას, ნუ მიედმოედებით ეს ვითომ გასული კამანდა დაეშვით ცოტა. ეგ გამოასწორე და ისე კაი ტიპი ხარ გიყურებ და კაი არხი გაგვსო. ანუ ეს ტიპი ჰეითერი არ არის, აშკარად. ან არის რავი შეფარული ჰეითერი. მაგრამ ვიცი რა? სადღაც მართალი ხარ კი. არ გამიკვირდება რომ ეს იმის დაწერილი იყოს, აი. ჩემი გოგოს. რაღაც შეიძლება რაღაც აკაუნტი გააკეთე. ფეიქ აკაუნტი გააკეთე და ვით დაწერა ეს კომენტარი, რომ ბოლოს ცოლი ოლცვან დამარხვაო თუ რაღაც. რავი, რაღაც პონჩი მართალი ხარ კი. ვინც ახარ, რაღაც პონჩი მართალი ხარ, მაგრამ არ მევასება ეხა ეს იყო ცოლი და. რატო არ ვალდებული რომ ცოლი დაუძახო ვიღაცას, ხო? მაგრამ კაი, მართალი ხარ. ვიღაც მეკითხება იქნებ დამაკვალიანო მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება როგორ მივიღო ჩილეშიო. ეცი რა, მე როგორ დაგაკვალიანო? ნუ შემიძლია გითხრა, ვის შეგიძლია მიმართო რა. ესე პირდაპირ რომ მიიღო მოქალაქეობა, ეგეთი გზებიც არსებობს სხვათა შორის. და ისე ძალიან არ იწელება როგორც ევროპაში ან რამე სხვა ქვეყნებში. ეს ბავშვის ვარიანტი ბავშვი მარტივია. მოკლედ არსებობს რაღაც გზები, არსებობს რაღაც კომპანიები, რომლებიც მაგას ალაგებენ ბავშვის გარეშეც რა, რომ გადმოხვიდე და მიიღო ბინადრობის უფლება ან მოქალაქეობა. და ძალიან კაი ქვეყანაა რა, მაგრამ რა ვიცი, აი მე პირადად რაც უფრო მეტ ქვეყანას ნახულობ, მით უფრო ვწმუნდები იმაში, რომ საქართველო მაგარი ქვეყანაა და ყველა ჯობია. ეს კაი ქვეყანაა ძალიან, შანსი არ გაგისწორდეს რა. ასებიც ნორმალურია, ხალხიც ძალიან კაი ხალხია. მეგობრულები არიან, პროდუქტიც ძალიან გემრიელი და ხარისხიანია. განსაკუთრებით კარტოფილია გემრიელი და სტეიკი. მაგრამ მოკლედ მე რჩევებს ვერ მოგცემ. მე თუ გაინტერესებს, სადმე მომწერე Instagram-ზე ნახეთაც და გეტყვი იმ კომპანიას, რომელიც მაგას ჩაიჩობენ და მოკლედ შეუძლებელი არ არის რა. გაკეთებადია. თუ ფინალში თუ გაჩნდება ბავშვი მსოფლიო მოქალაქე, არ არის. თანხა რა გიჯდებაო ეს პერიოდიო, ერთი კაი კაცი მეკითხება. ანუ ალბათ მას კითხულობ, ეს ყველაფერი რა ჯდება რა? მშობიარობიანად და რაღაცეებიანად. თანხა რა გიჯდება და როგორ არის, იცი? რასაც კიდე იმას დაისვავ რა. აი რაღაც ფარგლებში რაღაციდან რაღაცამდე შენ თვითონ დაისვავ რა. აი როგორ ცხოვრობ გააჩნია. თვეში რამდენი ყოფნის საცხოვრებლად საქართველოში როგორც არის ესე მაგალითად თუ გადაჯმული ცხოვრობ, ბევრი დაგეხარჯება თუ მომჭირნე ცხოვრობ, დაგეხარჯება. ასევე ის კომპანია რომელიც ამ ყველაფერს ალაგებს, იმასაც პაკეტები აქვს რა, უფრო კომფორტული და ნაკლებად კომფორტული. მშობიარობასაც რაღაც რეინჯი აქვს. მაგალითად, პალატა თუ რაღაცა, სადაც მშობიარობასთან რამდენად უნდა გაატაროს, დედამ ღირს 2 მილიონი ნახევარიც და 3 მილიონი და რაღაცაც და რაღაც სხვა იაფი ვარიანტებიც იქნება რა. ეს მილიონი ნიშნავს $2,500 რა. 2,500-დან რაღაც 4,000-მდე დაახლოებით. იმაზეა დამოკიდებული დიდწილად შენ რა გინდა მოკლედ. და ესე ზოგადად რო გითხრა, მინიმუმ დაგიჯდება ალბათ. მინიმუმ დაგიჯდება თავისი ბიუჯეტები, ბინა, მშობიარობა, წამლები, აქ ცხოვრების ხარჯები ყველაფერი ერთად დაგიჯდება მინიმუმ ალბათ $20,000 მინიმუმ და მაქსიმუმ ალბათ ის 30-35,000 რა. მაგრამ თუ იმას გაითვალისწინებ, რამდენად ძვირი ჯდება სხვა ქვეყნების მოქალაქეობის ან
ბინადრობის უფლების მოპოვებები, მაგალითად ამერიკაში. არალეგალები არიან 7 წელი და მე არ მოგცემენ მოქალაქეობას ამ ყოფნის უფლებას და არ მოგცემენ რაღაც ეგრე და. აქ ეგრევე გაგდება რა. აგერ მე მაგალითად ჩამოვედი ჩვენ ნახევარში თუ დაახლოებით 2 თვეში. ჩემი შვილი დაიბადა. დავადენა ერთ კვირაში დაახლოებით. ბავშვი მივიდა რაღაც 10 დღეში. ბავშვი მივიდა, ფოტო გადაიღო და აგერ ზეგ თუ მასზე უკვე პასპორტს მომცემენ ბავშვის რა. ბავშვი ეგრევე მოქალაქეა. მე ხალხთან შვილი მყავს ჩილელი, ჩილეს მოქალაქეა, ჩემთვის ეს პროცედურები რო აქ ყოფნის უფლება მოიპოვა. ძალიან მარტივია რა. ამბრალად თუ აქ ყოფნა მინდა მეთქი და ვიქნები რა. აი ესეთი მარტივია. ისე რო გითხრათ მოკლედ, მარტივად. ერთი საინტერესო კომენტარი ვიპოვე კიდე. სამხრეთ ამერიკა ღარიბი კონტინენტია მეტწილად და თან ნებისმიერი თანხის გამოძალვის დროს შეუძლიათ დაგაზიანონ. მეორე კიდე გრინგოები არ ევასებათ ესპანურად აფრიკაში საუბრობენ. ხო, ნამდვილად იძახიან აქაურებიც, ადგილობრივებიც იძახიან, რომ კრიმინალური ადგილია, სამხრეთ ამერიკაა და ფრთხილად იყავიო და ნამდვილად გავიგე ეგეთი ფაქტები, როცა შეიძლება რომ ვიღაცამ დანითან იარაღის მოდებით დაგაყაჩაღოს რა. მაგრამ მე მსგავს რაღაც არ გადავყრივარ და ხალხი რომელიც აქ გავიცანი და ეკითხე, მსგავსი ფაქტი არ დაუდასტურებიათ. ვისაც ვკითხე რა. დაზიანებით მაინც არ უნდა დაუზიანებიათ, რაღაც მოპარვა და რაღაც გამოგეჯვა და რაღაცები. არ ვიცი, მე მაგას თავთხედ ვერ აღვიქავ რა. ფრთხილად უნდა იყო მოკლედ. ალბათ იმაზე უფრო ფრთხილად უნდა იყო, ვიდრე თბილისში ხარ, იმიტომ რომ თბილისი ძალიან არაკრიმინალური ადგილია, ეს კიდევ ცოტა უფრო კრიმინალურია, მაგრამ ის რომ ვიღაც მოგახტეს და რაღაც წაგართვას, რა ვიცი, მე მსგავსი დამოკიდებულება და მსგავსი გარემო აქ ვერ დავინახე რა. მაგრამ შეიძლება ესე იყოს. არ ვიცი, შეიძლება მე არ შევხვდი ჯერ. რაც შეეხება იმას, რომ გრინგოები არ ევასებათ, ეგ აი ეხა სადაც მე ვცხოვრობ, აბსოლუტურად არ არა. ანუ გრინგოები არ ევასებათ კი არა, პირიქით, რავი, ყველას ძალიან ევასები. ვისთანაც მე მქონდა ურთიერთობა და რაღაც რაოდენობის ხალხი გავიცანი უკვე აქ, ზოგი მოლში და ზოგი სპორტ დარბაზში და ზოგი რავი აქ კორპუსთან არავისგანაც ამოკიდებულება არ მიგძინა რომ შენ უცხოელი ხარ და აქ რატო ჩამოეთრიაო პირიქით. ძალიან მეგობრული ხალხია და ძალიან აი დამხმარე თუ რაღაც, ანუ აი დაგეხმარებიან რა მოკლედ. ჩილე არის კარტოფილის სამშობლო ოფიციალურად და ვიღაცამ დაწერა. ჩილე თუ კარტოფილის სამშობლო ოფიციალურად, ეგ მე მართლა არ ვიცოდი რა. მაგრამ ამ მოსაზრებას აი ესე აპრიორში ვეთანხმები, იმიტომ რომ ესეთი გემრიელი კარტოფილი, როგორც აქ არის, მე აი არსად არ გამისინჯავს. აი თუ ამ ქვეყანას რო დავტოვებ, აქედან რო წავალ საქართველოში რო დავბრუნდები, ერთადერთი რაც მომენატრება, ალბათ აი ახლა საქართველოში ვერ შევჭამ, აი სტეიკი და შეიძლება ვჭამოი. არის კარტოფილი რა. კარტოფილი ისეთი გემრიელი ყოფილა, თურმე აი გემრიელესი რა ვიცი, აქ რო არის კარტოფილი, აი ეგეთი არსად არ არის რა. აი ძალიან გემრიელია, ძალიან აი საქართველოშიც ეჭამთ ეგ საერთოდ სხვა რაღაცაა აქაურ კარტოფილთან შედარებით რა. ის სახელოსნო ბარზე მეკითხება ხოლმე ბევრი რა სახელოსნო ბარი შენია, თუ არ გახსენე სახელოსნო ბარი რაღაცებს სახელოსნო ბარზე მეკითხებიან ხოლმე და ჩემი მოფიქრებულია. მე ვარ მაგის დამფუძნებელი. შემდეგ ვიდეოს ალბათ ჩილედან ჩავწერისევ და ვიღაცამ მთხოვა რომ მაქაური შაურმა დააგემოვნეო და მეც ძალიან მაინტერესებს აქაური შაურმა როგორი იქნება და ალბათ მაგას ვიზარ. ეს ახლა გავსინჯოთ თუ არა სისხლები. მოდი მეზარება რა, ახლა ძალიან მეზარება. მოდი ამ ვიდეოს კომენტარებში დამიწერეთ ქვევით, თუ გაინტერესებთ ეს და შემდეგ ვიდეოში ვქნათ თუ არა და დავიკიდოთ, იმიტომ რომ ამიჭამა, მაგრამ მე სისხლია შეხედა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, ვინც მიყურეთ. იმედია ძალიან უაზრო ვიდეო არ გამოვიდა. ეს იყო თქვენი მაქს კლეფსიკო და კარგად გრძანდებოდეთ.